ვის მივმართოთ და როგორ გავუმკლავდეთ მწვავე ტკივილს. სტატისტიკურად რა უფროს ტკივათ ადამიანებს და რისი ტკივილი ეჩვენებათ ყველაზე გაუსაძლისად. თავისა და კბილის, წელისა და სახსრების ტკივილი. საუბარი ნევროლოგთან და რევმატოლოგთან ერთად მძაფრ ადამიანურ განცდებზე. ოღონდ სამედიცინო ჭრილში. პრაქტიკული რჩევები მათთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ტკივილის მართვისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდების შესახებ. ერთი რამ დაზუსტებულია, ტკივილის მოთმენა არ შეიძლება. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში ჩვენ სტუმრებთან ერთად და ჩვენ სტუმრები დღეს არიან ქალბატონი თამარ კუბლაშვილი, ორთოდონტი, ექიმი ორთოდონტი, თინათინ კუტუბიძე, რევმატოლოგი და ქალბატონი ანა ზაგნიძე, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი. გამარჯობათ, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან სტუმრობისთვის. და როგორც პროფესიების ჩამოთვალიდან უკვე ნათელია, მაყურებლებიც მიხვდებოდა, რომ ჩვენ მარტო ერთ თემაზე არ ვისაუბრებთ, მარტო ერთი ფორმის და ერთი სახის ტკივილს არ შევეხებით. მოდი სანამ ტკივილზე სხვადასხვა ტიპის ტკივილზე საუბარს დავიწყეთ, მოდი ეს კითხვა ანისთან იქნება. საერთოდ როგორ ხდება ტკივილის აღქმა? როგორ აღვიქვთ ტკივილს? არსებობს რამე ესეთი ანატომიური საფუძველი? ტკივილი ეს არის სიგნალი, ეს არის გაფრთხილება, ეს არის ის შინაგანი ხმა, იმპულსი, რომელსაც ორგანიზმი მიგვანიშნებს, რომ სადღაც არის პრობლემა და ამ პრობლემას უნდა მივაქციოთ ყურადღება. ტკივილი არის იგივე ტკივილის საწყისი ეტაპიდან ნაირფეროვნება, ეს არის დაბუჟებაც. ანუ რაღაცა უსიამოვნო შეგრძნება სადღაც უკვე იმის მიმართებელია, რომ აქ რაღაცა პროცესი მიმდინარეობს, ტკივილის უკან ყოველთვის დგას ერთი კონკრეტული მიზეზი რაიმე, ხო? იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კვლევა წარმოებს ტკივილზე, ძალიან მარტივი არ არის ეს მექანიზმი და აქ უამრავი რაღაცა მონაწილეობს. ეს არის სტრუქტურული ცვლილება, მაგრამ არსებობს ტკივილი, რომლის უკანაც არანაირი ორგანული დაზიანება არ არის. და აქ უკვე ერთვება სხვა სფეროები, ნერვული სისტემის სხვადასხვა სტრუქტურები, რომელიც შეიძლება ვერ ხსნიდეთ ბოლოს საბოლოო ჯამში, საიდან მომდინარეობს. ტკივილი რისგან არის გამოწვეული? საბოლოო ჯამში არ აქვს ამ საბოლოო პასუხი იმაზე, თუ როგორ ხდება ტკივილის აღქმა თავის ტვინის მიერ, მაგრამ ნერვული სისტემა ახსენეთ, ეს თავის ტვინში ხდება ხომ ყოველთვის აღქმა. მაგრამ თქვით, რომ ახსენეთ ძალიან საინტერესო მომენტი, რომელსაც აუცილებლად მინდა რომ ვისაუბროთ, ახსენეთ დაბუჟება შეიძლება იყოს ტკივილის ფორმა. კიდე რა ფორმები შეიძლება ახდეს, რა შეიძლება ახდეს ტკივილს? იმიტომ რომ სხვადასხვა ტიპის ტკივილს სხვადასხვანაირად აღვიქვათ, მაგალითად სხვადასხვანაირად აღიქმება. ტკივილი აუცილებლად შეფერილია ემოციურად და ყველა თავისებურად აღიქვამს ტკივილს. ყველას თავისი ზღურბლი აქვს ტკივილის. ჩვენ ახლა კურსებში ვსაუბრობდით, რომ იყო ესეთი წარმოდგენა, რომ ბიჭი ხარ და უნდა მოითბინო. არ არის ასე. შეიძლება ჩვენი ქიმია, ჩვენი ნერვული სისტემა, რაღაცა კავშირები ნერვულ სისტემაში ქალსაც ჰქონდეს ისე განვითარებული, რომ ის ტკივილს ნაკლებად გზნობდეს, ვიდრე ვიღაცა მამაკაცი, რომელსაც სხვანაირად აქვს რეაგირება ტკივილზე. ეს საინტერესო თემაა. შეიძლება მოხდეს ისე, რომ მოახდინოს თვითტრეინინგი, რომ ტკივილი ნაკლებად აღვიქვათ. რა თქმა უნდა, არსებობს ტკივილის მულტისისტემურ მკურნალობაში ერთ-ერთი პუნქტი, ეს არის ბიოუკავშირი, არსებობს ფსიქოლოგიური ტრენინგი და ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ტკივილის ღრუბლი გავზარდოთ ყოველგვარ მედიკამენტის გარეშე. რამეზე გადაგვაქვს ყურადღება და შესაბამისად ამით ვივიწყებთ იმ ტკივილს, რომელიც გვაწუხებს. ნაწილობრივ ეს არის, ნაწილობრივ ის არის, რომ გავარჯიშებათ შეიძლება ასე ვთქვათ ამისი. შემგვებლობა იზრდება, იმიტომ რომ ტკივილია, როგორ შეიძლება არ იგრძნოს. უბრალოდ შეიძლება სიმძაფრებული აქვს ეს ამისი. ეს ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ვიღაცას როგორია რომ ძალიან ტკივა, გონია რომ მას ტკივა ასე ძალიან და სხვას არავის. და მიუხედავად ტექნოლოგიური ასეთი წინსვლისა, არ არსებობს ინსტრუმენტი, რომლითაც ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს სუბიექტური შეგრძნება, რამდენ ქულიანია, რამდენად ინტენსიურია. ამას ობიექტურად ამას ვერ ვაფასებთ, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მრავალფეროვანი და უამრავი სისტემა არის ჩართული. ასე ძალიან მძლავრი ტკივილი, ვისაც გამოუცეს ეს ტკივილი არის კბილის ტკივილი და ქალბატონი თამარ ჩვენთან არ არის ხელსარელი მოსული. ძალიან საინტერესო კბილებით არის მოსული და რაღაცები ხდება. რა ხდება? მე მგონი გაგვიხმარება იმის გაგებაში თუ რა ფორმის შეიძლება იყოს კბილის ტკივილი, ან გაიყოს მისი გამომწვევი. ხო, კბილის ტკივილი ნიშნავს, რომ გვაქვს კარიესი, თუ შეიძლება თქვა კბილს. ეს როგორ ჩვენოთ მოდით თავიდან დავიწყოთ, ხო? ალბათ ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი და ჩვენ შორისაც, ვისაც არ გამოუცდია ამა თუ იმ სახით კბილის ტკივილი, ხო? ხანდახან მოდის ადამიანი, პაციენტი და ჩვენ გვეუბნება, რომ მას იგი მიუთითებს რაღაც გარკვეულ კბილს, მაგრამ სინამდვილეში ეს კბილი არ არის მიზეზი, შეიძლება იყოს სხვა კბილი, ანუ თავისებური ტკივილია კბილის. შეიძლება კბილი არ ტკიოდეს მას და იყოს სხვა პრობლემა, ანუ სხვა ქსოვილოვანი დაზიანება, მაგრამ ყველაზე უფრო ხშირად ჩვენ, რა თქმა უნდა, გვხდება ესე იგი ოდონტოგენური, ანუ
კბილისმიერი ტკივილები და ეს არის საწყისი სტადია. ანუ პაციენტს ჩვენ ვეკითხებით რა აწუხებს მას. თუ ეს არის ტკივილი, რომელიც გარკვეულია, თქვათ, მექანიკური, თერმული ან ქიმიური გამაღიზიანებლის ზემოქმედებით იწყება და გამაღიზიანებლის მოხსნისთანავე იხსნება, ეშვება. ესე იგი, ეს მაინც ასე თუ ისე კარგია და ამის მაგალითი ეს არის კარიესი. ვინაიდან დროულად თუ უმკურნალებთ მას, მივიღებთ კარგ შედეგს. მაგრამ თუ ტკივილი უკვე იწყება თვითნებით, ეს არის შეტევითი ხასიათის, ღამის ტკივილები, თქვათ, ხო? ერთი კბილიდან მეორეს გადაეცემა. დიახ, არანაირი წინაპირობა არ არის. კი ბატონო, აქ არის უკვე, ესე იგი, გვაქვს. პროგრესია, კარიესის პროგრესი. უკვე ნერვი რეაგირებს. ერთვება ამ პრობლემაში ნერვი. და ნერვს არ ჭირდება. კი ბატონო. ანუ ასევე მე რა მინდა გითხრათ, რომ ყველაზე მგრძნობიარე უბანი კბილში ეს არის მინანქრის და მის ქვეშ მდებარე ქსოვილის, ანუ დენტინის საზღვარი, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით არის ნერვული რეცეპტორები და აი ამიტომაც კარიესის დროს, ხო, ძალიან გრძნობიარე კბილი. ასევე მდიდარია კბილის აი ეს ყელის მიდამო, სადაც თქვათ გვირგვინი გადადის ფესვში, ვინაიდან აქ არის მინანქარი ძალიან გათხელებული და აი ამიტომ აი გრძნობელობა თქვათ გრძილების დაავადება. მაგრამ ეს ლოკალიზაციას ვერ აკეთებს, ხო, პაციენტი სად ტკივა კბილის რომელი ნაწილი ტკივა, თუ აკეთებს. კი ბატონო, აი პულპიტის დროს ხანდახან უჭირს, ვინაიდან ეს ტკივილი გადაეცემა ერთი კბილიდან მეორეზე და ნერვის როდესაც ნერვზეა უკვე ეს პრობლემა და ასევე ხანდახან ნევროლოგის დამეთანხმება ჩვენი სტუმარი, რომ ხანდახან ნევრალგიური ტკივილი და კბილის ტკივილი შეიძლება ერთმანეთში შეეშალოს, არა მხოლოდ პაციენტს, არამედ ჩვენთვისაც ხანდახან რთულია ხოლმე ამის დიაგნოსტირება და ნევროპათოლოგი გვიგზავნის პაციენტს, რომ დავადგინოთ რითია ეს გამოწვევა, იმიტომ რომ სამწვერა ნევრალგიამაც იცის პულპიტური ხასიათის შეტევითი ტკივილი და ამ დროს ჩვენ უკვე ვეძებთ მიზეზს. თუ პირის ზრუში გვაქვს დაზიანებული კბილი, ეს უკვე შეგვიძლია გამოვრიცხოთ და შესაბამისად დიახ. უმკურნალობის შემდეგ პრობლემას მივიღებთ. შეიძლება ტკივილიც არის ესეთი მულტისისტემური ამბავი, უჭირდება მიდგომა, გადამისაბართება ერთ სპეციალიზაციის ექიმისთან, მეორესთან და ასე შემდეგ. ძალიან საინტერესოა. მესამე ეს არის თუ ჩვენ დროულად არ მივხედავთ აი ნევრის პულპიტს, ნერვის ანთებას, ხო? მოხდება ნეკროზი ამ პულპისა ან მარტივად რომ ვთქვათ მისი კტომა და ეს არის ნეკროზული კბილი უკვე, როდესაც პროცესი კბილის საზღვრებს ცილდება და გადადის ირგვლივ მყოფ ქსოვილებზე და ჩვენ უკვე გვაქვს ირგვლივ ანუ გრძელი ზიანდება. ირგვლივი ქსოვილების ანთება, პერიოდონტი, აი რაშიც კბილბუდე თვითონ ასე ვთქვათ და აქ უკვე ლოკალური ტკივილი, ანუ პაციენტი უშუალოდ მიგვითითებს რომელი კბილი ტკივა ძლიერდება ეს ღეჭვის დროს. შეიძლება ეს უხარისხო ამის გარჩევა კიდევ უფრო რთული იქნება ნევრალგიური ტკივილისგან, ხო, რადგან ეხა სხვა კბილებზე ვრცელდება და გარშემო ერთი კონკრეტული ადგილი არ არის, რომელიც ტკივა, ხო, ალბათ აი მთელი მიდამო, თქვათ აი მთელი ქვედა ასეთი მარტივი და ერთფეროვანი, როგორც ხედავთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია ესე მოусმინოთ პაციენტს ანამნეზი, ანუ რას როჩი ვიცი, იმიტომ ნევრალგიის დროს აი მაგალითად აღნიშნავს პაციენტი, რომ ქუჩაში გასვლისას ნიავის მოხვედრის დროსაც შეიძლება პროვოცირება დაიწყოს ამ ტკივილისა. მოთ ესე ანის დაუბრუნდით ისევე და ნევროლოგის პრაქტიკაში ყველაზე ხშირი მომართვის მიზეზი არის თავის ტკივილი. ჩვენ თავის ტკივილზე არაერთხელ გვისაუბრია, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რა შეიძლება იყოს თავის ტკივილის მიზეზი. ეხლა რატომ არის ეს მომართვიანობის ესეც დათვლილია და გაზომილია? იმიტომ რომ თავზე არსებობს ყველა ის მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელიც განაგებს ჩვენ მხედველობას, მეტყველებას, მენას და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს სტრუქტურები იგივე ღეჭვას, იმიტომ რომ კბილები მოფენილია ტკივილის მიერ გრძნობიარე რეცეპტორებით. შესაბამისად, თავზე პატარა პრობლემის შემთხვევაშიც ამაში უკვე იმდენი რეცეპტორი ერთვება და ისეთი სისტემა ამუშავდება, რომ იმ წამსვე ადამიანს უქმნის მოთხოვნილებას რომ მიმართოს ექიმს და მე ვფიქრობ რომ ამის უკან გარდა ესეთი ქიმიისა და ფიზიოლოგიისა რაღაცა ანიმალური ამბავიც არის რომ აქ არის თავის ტვინი რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია შესაბამისად რაღაცა იქ არ იყოს ყოველთვის განგაშის დიდი სოსი იწერება ტკივილის სახით საკმარისი ადამიანს 10 დღე გადამიტკინოს თავის აუცილებლად წავა ექიმთან 10 დღე ფეხი რო ტკიოდეს ნამდვილად არ იქნება ეს მისი არ ჩათვლის ვალდებულად. სასწრებო ტკიოდეს 10 დღე მაშინ რას იქნება საინტერესოა. აიცით რა არის მოგესალმებით კიდე ერთხელ იმიტომ რომ აი ტკივილი ნამდვილად ისეთი ფენომენი არის დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები და თქვენც უყოლა რომელიც არის სასიგნალო ნიშანი რის გამოც მიდიხარ ექიმთან. და ტკივილი ნამდვილად ყველანაირი შემაწუხებელი არის იქნება ეს თავის ტკივილი, კბილის ტკივილი თუ იგივე ფეხის ტკივილი. მით უმეტეს მე როგორც რევმატოლოგი ძალიან ხშირად მიწევს, იმიტომ მე პედიატრი რევმატოლოგი ვარ უპირატესად და ამიტომ ბავშვებთან მუშაობა.
და ბავშვი ტკივილით ალბათ ეს წარმოგვიდგენია, რომ ეს არის გამოწვევა არა მარტო ექიმისთვის, მთელი ოჯახისათვის და როდესაც მას რაღაცას ტკივა, მთლიანად, ასე ვთქვათ, მთელი ოჯახი გადართული არის იმ ბუნებრივია, რომ გადართული არის იმ ტკივილზე, რომელიც მას აქვს. ყველა ერთმანეთთან რომ დავაკავშიროთ, თუ შეიძლება იყოს რევმატიული ხასიათის ყბის სახსრის ან რაღაც ისეთი ტკივილი, რომელიც მოითხოვს დიფერენციალურ დიაგნოზს, არის ეს ნევროლოგიური ხასიათის, არის რევმატოლოგიური ხასიათის, თუ არის სტომატოლოგიური ხასიათის ტკივილი. ეს მანდიბულიტი დამახასიათებელი არის იუვენილური იდიოპათიური ართიტის ხშირად ესეთი აუტოიმუნური დაავადება არის, რომელიც უპირატესად სახსრების დაზიანებით მიმდინარეობს და ძალიან ხშირად თუ არის ყბის სახსრის ანთებით დაიწყო. აი ასეთ შემთხვევაში გჭირდება როგორც სტომატოლოგი, ნევროლოგი, ასევე რევმატოლოგი, იმიტომ რომ დიფერენციაცია რომ რა არის ამისი გამოწვევის ეს ძალიან ხშირად პირველივე ვიზიტზე ძალიან რთული არის ხოლმე და საერთოდ ბანალური ტკივილის უკან დამეთანხმებიან კოლეგები ძალიან ხშირად მთელი მედიცინა იმალება ხოლმე რამ შეიძლება ეს ტკივილი გამოიწვიოს შეიძლება არსებობს ესეთი მცნება პედიატრ რევმატოლოგებში კეთილთვისებიანი ტკივილები ანუ ტკივილი რომელიც არ არის დაკავშირებული რაღაც ორგანულ პათოლოგიასთან და რამ შეიძლება ეს გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული ზრდის ტკივილები ბავშვთა ასაკში ტკივილი არის რომელიც უპირატესად ღამე იჩენს თავს და სხვათა შორის ფორმიდან აი ეს არის ბავშვი ეღვიძება ღამე და განსხვავებით მოზრდილისაგან მას უჭირს იმის იდენტიფიცირება აი ზუსტად გითხრათ სად ტკივა მას უბრალოდ ტკივა ყველაფერი ასეთ ბავშვის ასაკთან და გასაკვირველია იმიტომ რომ პატარა ბავშვებთან 4 წლამდე ასაკის ბავშვებში სახსრის ანთება სახსრის ტკივილი ეს საკმაოდ საგანგაშო ნიშანია იმიტომ რომ მართლა შესაძლებელია რაიმე აუტოიმუნური დაავადება იმალებოდეს ამის უკან და ხა ესე რომ მიყვათ ხა რომ წავიდეთ უფრო ღრმად და უფრო მივიდეთ დიაგნოზამდე და ეს თითოეულ თქვენთან იქ თქვენთან იქნება ეს კითხვა რა თქმა უნდა რა გვეხმარება ტკივილის გარდა რა სიმპტომები არსებობს მაგალითად რომ დავადგინოთ რევმატიული დაავადებებია ეს თუ არის სხვა რამე დაავადება მოგახსენებთ ხა რევმატოლოგიაში რასაკვირველია ტკივილი ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ეს არ არის ერთადერთი აბსოლუტურად მართლაც ვთქვით არ არის ერთადერთი კრიტერიუმი რა გვაინტერესებს რამდენი ხანი გრძელდება ტკივილი როგორი ქრონიკულობა აქვს მას ხომ არ ახლავს მასთან ტემპერატურა ან ხომ არ უსწრებდა ამას წინ ტემპერატურული რეაქცია ხომ არ არის ფუნქციის შეზღუდვა ხომ არ არის წონაში კლება ან სხვა რაღაცა ინფექციური პათოლოგია რომელთანაც შესაძლებელი არის დავაკავშიროთ გარემო ფაქტორები ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ ბავშვებში ძალიან ხშირი არის გადატვირთვა ეხა ძალიან დატვირთულები არიან ბავშვები სხვადასხვა სპორტით და როდესაც სხვათა შორის იგივე ზურგჩანთის ტარება ამერიკის პედიატრ აკადემიამ ამას წინათ გამოაქვეყნა ესეთი კვლევა რომ აი ეს ჩანთა რომელსაც ბავშვი ატარებს არ უნდა აღემატებოდეს მისი სხეულის მასის 10%-ს და გავითვალისწინებთ რომ რა სიმძიმის ჩანთები დადიან ბავშვები აბსოლუტურად გასაგებია არის რომ შესაძლებელი ჩანთები 7 კილომდე არის ხოლმე ზოგი ჩანთა რაღაც წიწიგების ამეც ხერხემას აწובה და ლოგიკურად გადავდივართ წელის ტკივილზე და არის ტკივილზე წელის არეში. Ani სად შეიძლება, ანუ გარდა იმისა, რომ ეს ტკივილი შეიძლება იყოს წელში, სად შეიძლება ვრცელდებოდეს და რამეზე თუ მიუთითებს ამ ტკივილის გავრცელება? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნევროლოგიაში ტკივილის ხასიათს. იმიტომ რომ ამით შეიძლება ამოვიცნოთ ეს არის ფესვის დაზიანება, ნერვის დაზიანება, აუცილებლად თანხლები ნევროლოგიური სიმპტომატიკა, არის თუ არა აქვს პარეზი, დაბუჟება, სად არის ეს დაბუჟება. ძალიან დეტალური ნევროლოგიური გასინჯვის შემდეგ შეგვიძლია ზუსტად თქვა, რომელი ფესვია დაზიანებული ნევროლოგია მათემატიკასავით არის და ამიტომ ჩაქუჩი გვაძლევს ძალიან ბევრი ინფორმაციას, ანუ გასინჯვითაც ამ ტკივილთან ერთად ბევრ რაღაცა ინფორმაციას ვიღებთ. და რაც შეეხება თვითონ აი წელის ტკივილს და წელის ტკივილის გენეს და რა შეიძლება იმალებოდეს ამის უკან. ყველაზე ხშირად ეს არის ეგრეთ წოდებული დისკოგენური რადიკულოპათიები, რომელიც სწორედ აი ამ სიმძიმის აწევის და ძალიან მძიმე ფიზიკური შრომის შედეგად შეიძლება განვითარდეს და 7 კილო არა თუ ბავშვისთვის, არამედ მოზრდილისთვისაც აბსოლუტურად უკუნაჩვენებია და განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც წელის პრობლემებია და დისკის პრობლემებია. წელი სწორედ ის ადგილია, ის მიდამოა, რომელსაც ყველაზე დიდი დატვირთვა მოსდევს და ერთადერთი რასაც უკავებთ ჩვენი ხერხემალი და სხვა არაფერია, ასეც ამბობენ ხოლმე. შესაბამისად ტვირთი არ არის სასურველი. მაგრამ როდესაც ხდება ხოლმე ხშირად ადამიანებს, ვისაც აქვთ წელის ტკივილი, აქვთ ჩივრები, სხვა ჩივრებიც, რომ ეს ტკივილი ვრცელდება ფეხში, ან ახლავს ხოლმე დაბუჟების შეგრძნება, ასე შემდეგ. აი ამ დროს ამ სიმპტომების გარდა და ნევროლოგიური გასინჯვის გარდა კიდევ რა დამატებითი კვლევები შეიძლება გახდეს საჭირო იმისთვის, რომ გავირკვიოთ რა არის მიზეზი და ხასიათი ამ ტკივილის.
ყველაზე უფრო ხშირი გამოკვლევა, რომელიც ამ დროს ინიშნება ნევროლოგიაში, ეს არის ნეირორადიოლოგიური კვლევა და კერძოდ ხერხემლის ბირთვულ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია. ერთი გამონაკლისის გარდა, როდესაც ამას არ უძღვის წინ რაიმე ტრავმა. თუ ამას ტრავმა უძღვის წინ და მოტეხილობას ვფიქრობთ, მაშინ რენტგენოგრაფიაც აბსოლუტურად საკმარისია და რენტგენოგრაფიაც მოგვაწვის იმ ინფორმაციას, არის თუ არა აქ რაიმე პრობლემა, მაგრამ თუ ეს არის უშედარებით ემწვავე ქრონიკული ტკივილი ტრავმა არ ფიგურირებს, მაშინ ყველაზე უფრო ხშირად ეს შეიძლება იყოს სწორედ დისკის მიზეზით გამოწვეული და ამიტომ თამარსაც ვკითხოთ კბილის ტკივილის შემთხვევაში და ამ შემთხვევაში სასრების ტკივილის შემთხვევაში რა გამოკვლევები გვეხმარება დამატებით. აქვე მე მინდოდა დამემატებინა რომ ალბათ ხერხემალს საოცარი შეიძლება მოგვეჩვენოს ჩვენ ეს, მაგრამ პირისრუსთან კავშირი აქვს. ანუ ბავშვებში განსაკუთრებით დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სკოლიოზი, ლორდოზი, კიფოზი, ან როდესაც გვაქვს ხერხემლის პრობლემები, ეს გავლენას ახდენს პირისრუს აპარატზე. ვინაიდან ეს არის ამ დროს, ესე იგი ტანდეგობა, თვითონ ბავშვი როდესაც შემოდის გამოკვლევა მისი იწყება სწორედ ამით, თუ როგორ დადის იგი, როგორია მისი ტანდეგობა, ასანკა რო ვეძახით რუსულად. ვინაიდან ეს კუნთების გადაჯგუფებას არათანაბარს მოყვება შემდგომში თანკბილის ანომალიებიც და თანკბილის ანომალია სწორედ არის ერთ-ერთი მიზეზი, რაც იწვევს საფეთქელ ქვედაყბის სახსრის პრობლემას ძალიან ხშირ შემთხვევაში. ვინაიდან ამ დროს არასწორი თანკბილის დრო ჩვენ გვაქვს არასასურველი კონტაქტი თვითონ კბილებს შორის, ანუ ბორცვი ეხება, თქვათ ერთეული კბილი, ეს შესაბამისად იწვევს საღეჭი მუსკულატურის კუნთების გადაძაბვას, რაც რთულდება საფეთქელ ძალიან საინტერესო. საინტერესო და შეიძლება მიხვიდე მედიცინა. ადამიანი ძალიან ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ყოლია მე პაციენტი მოუტანიათ აი დიდი ყველანაირი რენტგენი, რაც კი რამე არსებობს და ანუ მიზეზი ყოფილა მარტივი, ეს ყოფილა მხოლოდ მისი თანკბილვა და ესეთ ტკივილებს იწვევს კეფის მიდამოში, რადიაცია ხდება ტკივილის ბეჭის, ხერხემალში, დიახ. სასრების შემთხვევაში რა დამატებითი? იცით რა, როდესაც წელის ტკივილით მოდის პაციენტი, აი გარდა ყველა იმ აღეს ზემოთ აღნიშნულისა, რაც უკვე ითქვა, არის მთელი რიგი გამოკვლევები, რომელიც ეგრეთ წოდებული სპონდილო ართრიტები. დღეს თელმა მსოფლიომ ერთ ასე ვთქვათ, ქოლგის ქვეშ გაერთიანა წელის ტკივილი და მას ესე ქვია კიდევ back pain, ანუ უბრალოდ წელის ტკივილი, რომელიც შეიძლება იყოს როგორც ნევროლოგიური, ასევე რევმატიული გენეზისაც და ესეთ შემთხვევაში არსებობს აი მთელი რიგი დაავადებებისა, გინახავთ ალბათ ადამიანი მოხრილი წელში და ამას ესე ქვია მთხოვნელის პოზა. ეს პოზა არის ზუსტად მისთვის კომფორტული, ხო? ეს არის ის შედეგი იმ ცვლილებებისა, რომელიც ვალსახსროვან სისტემაში მიდიოდა წლების განმავლობაში და ჩვენ ესეთ შემთხვევაში მთელი გამოკვლევებსაც უნიშნავთ ხოლმე პაციენტებს იმისათვის, რომ გამოირიცხოს ასე ვთქვათ, ართრიტის კლინიკა და ართრიტის სურათი და ასეთ შემთხვევაში მთელი რიგი ლაბორატორიული კვლევები არის, რომელიც აუტოიმუნური დაავადების გამორიცხვას ემსახურება. თუმცა ეს უფრო ასაკთან ასოცირდება ჩემთვის დასია თუ საკვირველი ასაკთანაც უფრო ხშირად მამაკაცებში, გარკვეულ შუა ასაკის მამაკაცებში, თუმცა ხშირი არის ბავშვებშიც, სადღაც 10 წლის შემდგომ და ეს დაავადება ცნობილი არის ეგრეთ წოდებული ენტეზით ასოცირებული ართრიტების, სერონეგატიური ართრიტების სახელწოდებით და აი ესეთ დროს ნამდვილად გვჭირდება ხოლმე ძალიან ბევრი სპეციალისტის ჩართვა, ეს იქნება ნევროლოგიც, ორთოპედებიც იმისთვის, რომ გამოირიცხოს ძალიან ბევრი პრობლემა. ამის უკან დგას, თქვა, თანდაყოლილი ორთოპედიული პრობლემა, ეს არის ნევროლოგიური პრობლემა თუ უფრო სუფთა რევმატიული პრობლემა. ბავშვის შემთხვევაში სიმპტომის უკან შეიძლება ძალიან ბევრი ბავშვის შემთხვევაში არის ტკივილი, დასაკურველი ტკივილი არის წამყვანი, ეს არის წამყვანი კარდინალური ნიშანი, რის გამოც საერთოდ მოდის ექიმთან და მოძრაობის შეზღუდვაც. ასე ხშირად არის ხოლმე რომ დაუბრუნდეთ ნევროლოგიის და სტომატოლოგიის მეზობლობას, ისევე როდესაც თავის ტკივილს უჩივის პაციენტი, მაგრამ კარი გამოკითხვის შემდეგ ეს კი არ არის ხოლმე რეალურად თავის ტკივილი, არის ყბის ტკივილი, თუნდაც ზედაყბის, რომელიც ვრცელდება შემდეგ. მაგრამ ჩვენ ვახსენეთ, რომ თავის ტკივილი შეიძლება იყოს მიზეზით და ზოგ შემთხვევაში მიზეზი ვერ დავადგენთ. მოდი ამ თემას დავუბრუნდეთ ისევე. ანუ პირველად და მეორად თავის ტკივილებს, როდესაც თავის ტკივილი მიზეზით და არის მიზეზის გარეშე. რამე განმასხვავებელი ნიშნები აქვთ ამ მდგომარეობებს? აქაც გვეხმარება ანამნეზი. არსებობს ეგრეთ წოდებული პირველადი თავის ტკივილი, როდესაც ყველა გამოკვლევა
რომელი ასპექტითაც არ უნდა წავიდეთ, სტომატოლოგიური, იგივე რევმატოლოგიური, თუ სხვა იგივე მაღალტექნოლოგიური, რადიოლოგიური კვლევა გვიჩვენებს, რომ აბსოლუტურად ნორმაა ყველგან. მაგრამ თავით კი ადამიანს ეს შეტევები რეალურია და ეს დაავადება არსებობს. ეს პირველადი თავის ტკივილია და კლასიკური წარმომადგენელი ამის შაკიკი გახლავთ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სიმულირებს მას რაღაც ეჩვენება, ეს არის რეალური დაავადება, რომლის უკანაც აი ესეთი სტრუქტურული დაზიანება არ არის. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ტკივილს როგორც ფენომენს, მის აღწერილობას, მის გავრცელებას, მხარეობას, სამხრივია, ორმხრივია, ხანგრძლივობას, როგორ იწყება, შაკიკის დროს ის რაღაც წინასწარი შეგრძნება და ფენომენი ახლავს თუ არა თანხლები ვეგეტატიური ნიშნები, რომელიც ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ დიფერენცირება გავაკეთოთ შაკიკისგან კიდევ გამოყოთ სხვა იშვიათი პირველადი თავის ტკივილები. მაგალითად იგივე კლასტერის ტიპის თავის ტკივილი, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება ტკივილის ტკივილშიც გამოიხატოს, მაგრამ უკვე და სამწვერას ნევრალგიაში აგვერიოს, ასე თქვა, გზაკვალი აგვიბნიოს, მაგრამ თუ კარგად ჩავეძიებით და გამოვკითხავთ თანხლებ სიმპტომებს, ხანგრძლივობას ტკივილის, ეს არის ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელთაც ჩვენ შეგვიძლია განსაზღვროთ, რომელ პირველად თავის ტკივილთან გვაქვს. ასე მოკლედ არა მარტო ექიმის ახლობლებსაც უნდა უთხრათ, როცა პაციენტს აცხერებს ტკივილი, ამას შეხედავთ ესე მარტივად და მოусმინეთ კარგად ჩილოს. ფოტოშორის მე მახსოვს რამდენიმე წლის წინ მქონდა ასეთი თავის ტკივილი, მაშინ ჯერ შაკიკი არ მქონდა და სულ ერთი წლის წინ შევიძინე სამწუხაროდ შაკიკი, მაგრამ მაშინ მახსოვს ყველანაირი გამოკვლევა ჩავიტარე და დიაგნოზი როგორც მახსოვს იყო ასეთი გადაძაბვის თავის ტკივილი, ის იყო რაღაც სპაზმური ხასიათის, რომელიც აი უცბად მოდიოდა, ძალიან რო გიჭერს თავში და შემდეგ უკვე რაღაც ერთი წუთის განმავლობაში თითქოს ნელდებოდა. შეტევითი ხასიათის ტკივილი. ესაც პირველადი თავის ტკივილია, დაძაბულობის ტიპის თავის ტკივილი. რომელსაც უკან თავისი აპროვოცირებელი ფაქტორები შეიძლება გქონდეს, მაგრამ ამ დროსაც ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ თავის ტკივილი მაინც დღის რეჟიმიდან გამომდინარე მუდმივი დაკავებულობის გამო ცოტა თავის ტკივილი უნდა აიტანო, მაგრამ არ უნდა აიტანო თორმეტ ტკივილი, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ტკივილის გარეშე და ეს არის უნივერსალური ფორმულირება ტკივილთან ბრძოლის. როგორ ვებრძოლოთ ტკივილს? ძალიან ხშირად თუნდაც რეკლამებში შეიძლება ვნახოთ ძალიან ბევრი ტკივილ გამოყუჩებელის რეკლამა. ადრე უფრო მეტი იყო ხოლმე, ხა იმდენად ვეღარ ვხედავ ტელევიზორში ესეთ რეკლამებს. როგორ მოვიქცეთ, უმკურნალოთ ჩვენ თვითონ თუ მოვიცადოთ, მივიდეთ ექიმთან და მივიღოთ ექიმის მიერ დანიშნულება. ექიმთან უნდა მივხვდეთ უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ ტკივილთან ბრძოლა იწყება იმით, რომ უნდა დაადგინოთ მიზეზი ამ ტკივილის, რის გამო გტკივათ. შესაძლებელია მიიღოთ რაღაცა დროებით სიმპტომური საშუალება, რომელიც მხოლოდ იმიტომაც გვემა სიმპტომური საშუალება, რომ აი მომენტში თქვენ დაგეხმარებათ, რომ დაძლევთ ტკივილი, მაგრამ მიზეზი უნდა დაადგინდეს, ხო, რამ გამოიწვია ეს ტკივილი. ეს არის რაღაც თუნდაც იგივე დაძაბულობის თავის ტკივილი, თუ ეს არის რევმატიული ცვლილება და რევმატიული დაავადება უდევს ამას საფუძვლად. აქ პრინციპული მნიშვნელობა აქვს ტკივილის მიზეზის დადგენას, იმისთვის რომ მართვა იყოს ადეკვატური. კბილის ამოღება არის გამოსავალი თავის კბილის ტკივილის თავის დასაღწევად. თუ ჯობია შევინარჩუნოთ პრინციპი. მადლობა ღმერთს, რომ ამდენი საშუალება არსებობს დღესდღეობით ტკივილგამაყუჩებელი, თუნდაც ეს საანესტეზიო საშუალებები, რაც საშუალებას გვაძლევს, რომ უმტკივნეულოთ უმკურნალოთ პაციენტს, ვინაიდან როგორც აღნიშნეთ ჩვენ, ეს იყო ერთ-ერთი უმწარესი მოგონება ალბათ ჩვენი ბავშვობის. ეხლა რა ექიმის ფობია დღესაც შემორჩენილია მაინც. რაც შეეხება კბილის ტკივილის დროს, აქ არსებობს ორი ტიპის პრეპარატები. ეს არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, რომელსაც ჩვენ გეგმიურად ვნიშნავთ და დაახლოებით 2-3 დღის განმავლობაში ინიშნება და არსებობს გამაყუჩებლები, რომლებიც უშუალოდ მხოლოდ ტკივილგამაყუჩებელი ეფექტით და ეს მისი ერთჯერადი დანიშვნა ხდება. ისევ და ისევ ადამიანის ზოგადი მდგომარეობა უნდა ვიცოდეთ ჩვენ, იმიტომ რომ მაგალითად დღესდღეობით ძალზე პოპულარული აი ეს იბუპროფენი, რომელიც კბილის ტკივილს კარგად აყუჩებს, მოქმედებს კუჭნაწლავის ტრაქტზე. ამდენად ჭამის შემდეგ, ანუ როგორ უნდა მივიღოთ, ვინ უნდა მიიღოს ეს პრეპარატები, ასპირინი, თქვა კბილის ამოღების შემდეგ არ შეიძლება მისი მიღება. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც აუცილებლად მინდა ამის ვკითხო, იმიტომ რომ ჩვენ დრო ძალიან სწრაფად გავიდა და სწრაფად გადის ხოლმე რაღაცა. როდესაც ესეთ საინტერესო თემებზე საუბრობთ, განსაკუთრებით რაც ტკივილს ეხება. შეიძლება ტკივილგამაყუჩებლები გახდეს და ეს დადგენილია ტკივილის გამომწვევი მიზეზი. მაშინ
ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ ჩანართი მინდა და მე თქვა, პირველ დამაყუჩებელი შეიძლება გახდეს მტერი, თუ ის არ იქნა მიღებული სწორი რაოდენობით. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ტკივილს თუნდაც მარტივ ტკივილს, თუნდაც კბილის ტკივილს, ან სხვა ნებისმიერ ტკივილს არ უნდა უმკურნალოს. და კიდევ იმას, რომ მკურნალობას უნდა შევასრულოთ, უნდა მივმართოთ პროფესიონალებს. როგორც მიყვარს ხოლმე თქვა მეზობებს უშველა, ეს არ არის ხოლმე გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა უნდა ვთქვა ჩვენ სტუმრებს, ჩვენთან სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო საუბრისთვის და მე მგონი ძალიან ბევრი კონკრეტული ინფორმაციის მიღებისთვის ჩვენთვისაც და ჩვენი მაყურებლებისთვისაც. ჩვენ მადლობას და შემდეგ დაბრუნდებით ცოტა ხანში და ვისაუბრებთ ასევე ყველა პრობლემა მნიშვნელოვანია და ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მედიცინას ეხება და შემდეგ ბლოგში ჩვენ ნაცრებზე ვისაუბრებთ და გეგმით ნაცრებით. კი ბატონო, დაგველოდოთ, უბრალოდ რამდენიმე წუთში დავბრუნდებით.